სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ჩვენ დღეს ვიმსახურეთ სერობა ცისკართან ერთად სადაც წავიკითხეთ ლოცვები ღვთისმშობლის გოდება წოდებული ასევე გარდამოხსნის შემოტარება მოხდა ტაძარზე და ლიტანიობით რაც ისმის აღნიშნული იყო რომ იოსებ არიმათიელმა და ნიკოდიმოსმა ის გადაასვენეს ჯვარიდან საფლავში და დააბეჭდეს ის საფლავი დააფლეს გააპატიოსნეს სხეული წმინდა სხეული უფლის და დაგრძალეს როგორც წესი ებრაელებს ჰქონდათ საბოლოოდ წავიკითხეთ პატარა სახარება მათესი რომელიც ძალიან პატარა იყო თავისი მოცულობით მაგრამ მნიშვნელოვანი რამე ეწერა იქ რაზეც მინდა რომ გავამახვილო ყურადღება ანუ წერია შემდეგი სიტყვები რომ ამის შემდეგ ადგნენ მღვდელმთავარი და ფარისევენი და მივიდნენ პილატესსა და უთხრეს მან მაცდურმან თქვა რომ ოდეს მოკვდე მესამესა დღესა აღსდგეო ასე რომ მოდი დავბეჭდოთ საფლავი მისი რომ არ მოვიდნენ ჩუმად მოციქულები მოიპარონ მისი სხეული და შემდეგ გაავრცელონ ჭორი რომ აი აღსგამკვდრეთითო და ეს საცდური კიდევ უფრო ძიმე აღმოჩნდეს ვიდრე ის რაც მანამდე იყო მის სიცოცხლეში პილატემ ეუთხრა რომ ყავთ თქვენ დასი წადით და გააკეთეთ ისე როგორც თქვენ ფიქრობთ და მიიყვანეს მღვდელმთავრებმა ჯარისკაცები და დააბეჭდეს საფლავი ეს საფლავი სხვანაირია პალესტინაში სხვანაირად გრძალავდნენ ეს არის სარკოფაგის ტიპის გამოქვაბული და ამ გამოქვაბულში დიდი ლოდი მიაგორეს და დაუდგინეს ცველად რომაელი ჯარისკაცები ამ სახარებაში რა არის მნიშვნელოვანი რაზე შეიძლება ჩვენ გავამახვილოთ ყურადღება იმაზე რომ ფარისევლები მღვდელმთავრები მოძღვრები ისინი ვინც წარმოადგენდნენ ძველი აღთქმისეულ ეკლესიას უყურებდნენ მაცხოვარს როგორც მაცდურს ჩვეულებენ მატყუარ ადამიანს რომელიც აცდუნებდა ხალხს მან აცდუნა ხალხი უნდოდა ცდუნება და ვერ მოახერხა ამ ხალხის ცდუნება და სიკვდილით დავსაჯეთ ჩვენ და გავანთავისუფლეთ ამ ცდუნებისგან გახსოვთ თქვენ ალბათ როცა სინედრიონში საუბრობდნენ რა ეკდათ მაცხოვრისთვის მანამდე სანამ მას შეიპყრობდნენ მღვდელმთავარმა თქვა ესეთი სიტყვები ჯობია ერთი კაცი მოკვდეს და არა მთლიერი წარწმინდოს იმას ვიდრე მთელი ერთი წარწმინდეს და ერთი გადარჩეს ანუ ეს იყო ლაპარაკი იმაზე რომ ჯობია რომ ავიყვანოთ ქრისტე და მოუკლათ ის ვიდრე ამ საცდურის დროს შემოვიდნენ რომაელები და გაგვაჩანაგონ ჩვენ და ყველა დავიღუპოთ და სახარებაში გვეწერია რომ ეს იმიტომ კი არ თქვა რომ მას გაეხსნა თვითონ მოიფიქრა რამე დიდი მისი აზრით ის სწორეს ამბობდა ადამიანურად მაგრამ ამავე დროს საღვთო განგებულებით ზუსტად ამბობდა რომ ქრისტე უნდა მომკვდარიყო ადამიანებისთვის რომ ყველანი არ დარჩენილიყო ჯოჯოხეთის წყდიაში და სიკვდილში და იმიტომ თქვა სწორედ რომ მღვდელმთავარი იყო და ეს პატივი იმხელა დიდი იყო რომ თავის აზრით სისულელე თქვა და ამ დროს სერიოზული მნიშვნელოვანი მთელი არსი თქვა ქრისტეს განკაცების ჯობია ერთი კაცი მოკვდეს და ყველა ცხონდეს ვიდრე ერთი კაცი დარჩეს და ყველა წარწმდეს ანუ მღვდელმთავრების თვალში ის იყო მაცდური ადამიანი სამი ხედვა არსებობს ქრისტეს მიმართ ხო ერთი ხედვა მაცდური მანამდე ამბობდნენ რომ სიშლეგე აქვს სიგიჟე და ამ სიგიჟეში იმყოფება და მესამე არის რომ ის რასაც თვითონ თავის თავზე ამბობდა ქრისტე რომ ის იყო ღმერთი ერთადერთი რამ რაც როგორც ჩვენ უნდა ვაღიაროთ და როგორც ვაღიარებთ
როგორც აღიარებს ქრისტიანობის დიდი უმრავლესობა ქრისტიანობის, რომ ქრისტე არის ღმერთი, განკაცებული, ეს არის ნამდვილი მისი სახე. ვერ იქნება მატყუარა ქრისტე. იმიტომ რომ ისტორიულად ძალიან კეთილი ადამიანი იყო. არ შეიძლება ესეთი კეთილი ადამიანი იყოს და ის მაცდური, მატყუარა, ფლიდი და ქვეშ-ქვეშა ადამიანი ყოფილიყოს. არც ერთი მინიშნებაც არ არის ამის. მით უმეტეს ამდენ სიკეთეს აკეთებდა ხომ ის. და თუ მაცდური იყო ის, რისთვის აცდუნებდა ხალხს, რომ თვითონ დიდ პატივისთვის მიეღწია, ხომ? მიზანი რა არის მაცდურისა, რომ დიდი პატივი მოიხვეწოს, დიდება მოიხვეწოს ამ ქვეყნად და ის გახდეს ლიდერი მთელი მასების. და ამ დროს აღმოჩნდა, რომ ჩვენ ხედავთ სახარებაში, რომ ის გაურბის ამ მასებს. ყველას, ვისაც უნდა მისი მეფედ დაყენება, უარს ეუბნება. და გარბის გოლგოთისკენ, მიდის გოლგოთისკენ. ეს ხო ნეფსით ჩვენ სულ ვუცლობ, ნეფსით ჯვარცმაი მიიღო და სიკვდილი დაიწმინა, ნეფსით არა გამოიჭირეს და მისი გეგმები ჩაუშალეს, არამედ თავისი ნებით იყო ეს რო გააკეთა. იმიტომ რომ სხვა მხარეს ეკაჩებოდა ხალხი, სწორედ მეფობას, დიდებულობას, ბრძოლას, გამარჯვებას და ასე შემდეგ. ანუ სრულიად გამორიცხულია, რომ ესეთი უბრალოდ ადამიანურად და მეორე არის რჩება მარტო ან გაგიჟდა ადამიანი და თავის თავზე ყვახეთ ესე რაღაცა უტიპრად იძახის რომ ღმერთი ვარ. ან მართლა ღმერთია. და არ შეიძლება რომ ესეთი შლეგი იყოს ადამიანი და ესეთ სიბრძნეებს ლაპარაკობდეს. არ შეიძლება შლეგი იყოს ადამიანი და ამ ხელას სასწაულებს ახდენდეს. და არ შეიძლება ადამიანმა რომ 5 პური და 2 თევზით 7000 კაცი დააპუროს. არ შეიძლება რომ მტარი აღადგინოს, არ შეიძლება რომ ბრმას, რომელსაც ადამიანს, რომელსაც თვალები არ აქვს, სინათლე დაუბრუნოს. კაკლებიც კი არ აქვს თვალს. არ შეიძლება ეს. წარმოუდგენელია. და სუფთა აი ესეთი გამორიცხვის მეთოდი ჩვენ ხვდებით რომ ან უნდა ვაღიაროთ მისი ღმერთობა, ან უნდა ვუარყოთ საერთოდ. და ამაში იჭედება ის ნაწილი ადამიანებისა, რომელიც ფიქრობენ მასზე კარგად და გონიათ რომ რაღა მე კარგად ვფიქრობ მასზე. ესე იგი მე შეურაცხყოფას არ ვაყენებ მას. და არ არის ესე. როცა ქრისტეს არ აღიარებ ღმერთად შენ გულში და უბრალოდ აღიარებ კაიკაცად, ეს არ არის მისი პატივი, ეს არ არის მისი ადგილი. ეს არ იქნება შენთვის მხსნელის ძალის მქონე. ჩვენ ქრისტე გვინდა მხსნელი, ჩვენი გადამრჩენელი. ჩვენ არ გვინდა კონფუცივით ჭკვიანი ადამიანი, რომელიც ძალიან კაი დარიგებებს მოგცემს და ძალიან გამოყენებადია მისი პრაქტიკული ფილოსოფია. არც ასკეტიკა გვინდა, ვთქვათ, ბუდასი, ხო? არ გვინდა. ჩვენ გვინდა მხსნელი იესო, რომელიც მოდის და გვიხსნის ჩვენ. და ჩვენთან უნდა თანასწორი ურთიერთობა. მეგობრული, სიყვარულზე და სიცოცხლეზე დაფუძნებული ურთიერთობა. რომელიც ხედავს ჩვენში საკუთარ ხატებას. და მოგვიწოდებს, რომ ჩვენს სხვა ადამიანში აღმოვაჩინოთ ღვთის ხატება. დაინახოს სხვა ადამიანში ღმერთი, ეს არის ერთ-ერთი მთავარი სათნოება. შეთაშორის ცუდად მიფუჩეჩებული ჩვენს რეალობაში. ჩვენ სათნოებები გვაქვს რაღაცა ბევრი, მარხვა, ლოცვა, რაღაცა ბევრი სათნოება, მაგრამ აბა დაფიქრდით, გვაქვს ესეთი ორიენტირი, რომ მოდი ყველა ადამიანს, ვისაც დავინახავ მე დღეს, დავინახო მასში ღმერთი. ყველაში, ცოდვილში, არაცოდვილში, ლამაში, უშნოში, წარმატებულში, წარუმატებელში, ლოცში, ნარკომანში, ყველაში ვერ დავინახავთ ღმერთს. ჩვენ ნახულობთ განკითხვის ობიექტს. ყველასგან ვიკითხავთ. ჩემიდან დაწყებული პირველი განკითხველი ვარ. და ესეა და ეს თავარი სათნოება, რომელიც
მაცხოვარმა მოგვიტანა. რატომ? იმიტომ რომ ხედავთ რომ თურმე იოსებ არიმათიელი და ნიკოდიმოსი არიან ვინც დაფლეს დღეს ქრისტე, ხო? ვინც მოვიდნენ, იქ წერია სახარებაში, ესენი იყვნენ ფარული მოწაფეები ქრისტეს, ფარული. მოციქულებმაც კი არ იცოდნენ, თურმე ვიღაცა ორი ადამიანი ფარულად მას ეთაყვანებოდა და მას მისდევდა. და როცა გამოვიდა დრო და მოციქულები დაიმალდნენ შიშისაგან, მათ გაბედეს, მივიდნენ და გამოითხოვეს მაცხოვრის სხეული და გადააბიჯეს თავის თავს და დარტყმის ქვეშ დააყენეს თავის სიცოცხლეს. და იოსებ არიმათიელმა თავისი საფლავი, რომელიც სიცოცხლეში თავისთვის გაიკეთა, ის დაუთმო მაცხოვარს. აღმოჩნდა რომ ვიღაცა ავაზაკი, რომელიც ჯვარცმულია, რომელიც საერთოდ განკითხვის არსებაა, პირველი შედის სამოთხეში. პირველი არ შედის აბრაამი, მოსე, დავით წინასწარმეტყველი, სოლომონი, ისაია წინასწარმეტყველი, მთელი დასი წმინდანების. და ვიღაც საზიზღარი ავაზაკი, რომელმაც მთელი ცხოვრება გაატარა ავაზაკობაში, გარყვნილებაში და სხვისი, ესე იგი, სხვაზე ძალადობაში, კვლელობაში და უბედურებებში 15 წამიანი, 20 წამიანი სიტყვის გამო შეყავს მაცხოვარს სამოთხეში. ხვდებით ამ პარადოქსსაც, ხო? წარმოუდგენელია ეს ადამიანის გონებისთვის. ასევე მრავალი ადამიანი, რომელსაც მაცხოვარი აი ეს სხვანაირად უყურებს, ვიდრე ჩვენ უყურებთ. ყავს მას თავის თადარიგში. ამიტომ ჩვენი განკვეთრის ობიექტი შეიძლება აღმოჩნდეს ის ავაზაკი, შეიძლება აღმოჩნდეს ის იოსებ არიმათიელი. ჩვენ ხშირად გავიკიცხავთ ადამიანებს, რომ რატო არ დადიხართ ეკლესიაში, რატო არ ეზიარებ შენ, რატო არ აკეთებ ამას თუ იმას. მაგრამ რეალურად აღმოჩნდება, რომ არ ვიცი ჩვენ ვინ რა დროს იქნება მოწოდებული და ამოყვანილი უფლისგან, აი მორევიდან, წუთის სოფლის მორევიდან და იქნება განწმენდილი და აყვანილი ზეცაში. ჩვენ არ ვიცით ეს. ამიტომაც აი ხედვა იმისა, რომ ქრისტეს ვაღიარებ ჩვენ ღმერთად და ეს არის ერთადერთი სწორი ხედვა ქრისტეს. მარტივი ფორმულა ქრისტესი არის თავარი აღიარება, მრწამსი ჩვენ 12 მუხლად რომ გვაქვს, ნიკეის სოფლიო კრების მრწამსი, იმის მცირე ვარიანტი ორ სიტყვაში არის უფალი, არის ღმერთი. უფალი არის თავადი, რომელსაც თავადი ვთქვათ ესე, ახალ ქართულად რო ვთქვათ, ხო? აი დიდი კაცი, ბატონო რო ვიცახით ჩვენ, ხო? აი ქრისტე იყო ესე, ხო? რომ განგაცდა, ის არის ადამიანი, რომელსაც ვთქვათ უფალო მიმართავდი ჩვეულებრივად. აი ეს უფალი რო ღმერთია, ეს არის მთავარი ფორმულა. ანუ ქრისტე რო ღმერთია, ეს არის მთავარი ფორმულა მისი. ეს არის მთავარი შინაარსი მისი განკაცებისა. ეს არის აღიარება ჩვენი და ამის რწმენა, მთავარი რწმენა. ამის გვწამს. თუ ამის არ გვწამს, დანარჩენი მისი ეთიკური ნორმები არაფერს არ მოგწევს ჩვენ. გარდა იმისა, რომ პატიოსნებას შეგძენს და რაღაცა მიწიერ დონეზე ალბათ მართალი ადამიანი იქნები, თუმცა ჭეშმარიტებისგან შორს. იმიტომ რომ ადამიანური სიმართლე ყოველთვის რაღაც მაინც შორს დგას ღვთაებრივი ჭეშმარიტებისგან. ასე რომ აი ეს ხედვა რომ ფარისევლები უყურებდნენ როგორც მატყუარას, სხვა დანარჩენი ხალხი როგორც გიშს და იყვნენ ადამიანთა პატარა ჯგუფი, რომლებიც ხედავდნენ მაშინ ღმერთს. და შემდეგ უკვე სულ მომფენობის შემდეგ სრულიად გამყარდა მართი რწმენა და ეს რწმენა მოედო მთელ მსოფლიოს და დღეს ყველაზე დიდი რელიგიური მიმდინარეობაა ქრისტიანობა. და არ არსებობს ისტორიული პიროვნება, არათუ ერთი, არამედ მთელი დაჯგუფებები და მთელი რაც კი არსებობს საერთოდ მიძღვნილი ერთ ადამიანზე, მიძღვნილი მთლიანად ლიტერატურა ყველას ერთად აღებულზე უფრო მეტია ქრისტე სუფთა ადამიანური გაგებით. რო ავიღოთ ქრისტეზე ნაწერები, მთელ ლიტერატურას რაც კი არსებობს,
მსოფლიოში ყველა მწერლის და ყველა ავტორის ყველას ერთად აღებულზე მეტია დაწერილი ქრისტეს. რაც კი მხატვრობა არსებობს ყველა ერთად რო გადადო გვერდზე რო დაუდო ბიბლიური ნაწილი მხატვრობისა გადაწონის მთლიანად. ასევე მუსიკალური ნაწარმოებები და რაც კი ადამიანს გაუკეთებია. ანუ ის როგორც ადამიანი ყველაზე პოპულარულია და ყველაზე ესე იგი ცნობადია მთელ სამყაროში. და არ შეიძლება რომ შლეგი და მაცდური მატყუარა იყოს ესეთი ცნობადი და ესეთი მნიშვნელოვანი ადამიანი. სუფთა ადამიანური კუთხით რომ შევხედოთ. რჩება მხოლოდ და მხოლოდ ერთი, რომ უნდა აღიარო ქრისტე ღმერთად. სხვა გზა არ არის. და ჩვენ გვიხარია და ამას სიხარულით ვაკეთებ და ამ სიხარულსაც განვავრცოთ შემდეგ. იცოდეთ რომ არ არსებობს ჯვარცმა აღდგომის გარეშე. აღდგომა არის გარდაუვალი. და მაცხვარი ამბობს, როცა ქალი შობის დროს მას აქვს დიდი ტკივილი, მწუხარება, ტირილი. მაგრამ როგორც კი შობს ბავშვს, იმ წუთშივე იმ ხელა სიხარული აქვს, რომ ტკივილი აღარ ახსოვს და ავიწყდება. ესე არის დღეს თქვენ გლოვა გაქვთ, ტირი ხარ, ცუდათა ხარ და სულ რაღაც ცოტა მოვიცადოთ და ქრისტეს აღდგომაში ერთად განვადიდებთ უფალს. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ.